ხარია დავიწყოთ პირველ რიგში ზოგადი სურათის შეფასებით რა გვაქვს ახლა სახეზე, აი როგორ მოჩანს ეს არის რაღაც კრიზისი თუ ეს არის პოლიტიკური კრიზისი, ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც ხელისუფლება ვერ გამოვა არჩევნების გარეშე, იმიტომ რომ თავისუფალ სამყაროს, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროს კრიზისის განმუხტვის მარტო ერთადერთი მექანიზმი გააჩნია, ეს არის არჩევნები. ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა, მისი შედეგები არ მიიღო. ასევე ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა მისი საკუთარი ამორჩეველიც, რომელსაც დაპირდა ორი ფეხით ღირსებით თუ ასკინკილით შესულიყო და გაეგზელებინა ევროპული გზა, თუმცა ამ გზიდან მან ცალსახად გადაუხვია და ამას მიხვდნენ არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეები, არამედ მათი ამორჩეულებიც და ამან ანახა პრაქტიკულად ის უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში. ამ ეს პოლიტიკური კრიზისი დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, ეს პოლიტიკური კრიზისი გამოიწვევს ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისსაც. თან სასაცილო არის, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი მოლაპარაკე თავები გამოდიან და ერთი მხრივ ლაპარაკობენ, რომ იქ რაღაცა 800-3000 ადამიანი არის, მეორე მხრივ იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები 4 საათნახევრის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ ბიზნესის ყველა წარმომადგენელთან, მსხვილ ბიზნესთან, ანუ რა გამოდის, რომ ნებისმიერი 800 ადამიანის გამოსვლა ესე აღელვებს ყველა ბიზნეს სექტორს საქართველოში. არა ფაქტია, რომ ისინი ხედავენ, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არ დაინიშნა, ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩამოშლის, უბრალოდ სამწუხარო არის, რომ ამის ფას გადავიხდით ყველა, ამის ფას გადაიხდით საქართველოს მოქალაქეებით. ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი. თუ მათ უნდათ რომ გააგრძელონ, მათ რომელთაც არ არ იყვნენ ჩართული და არ არიან დამნაშავეები, არ იყვნენ რაღაც ესე ძალადობრივ ქმედებებში ან ძალადობრივი ქმედებების გამცემი პირები თუ არ იყვნენ, თუ მათ სურთ რომ გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება, ერთადერთი ამ გამოსავალი აქვს. რო დანიშნონ არჩევნები. მაგრამ თავად ივანიშვილი აღიქვამს თუ არა, რომ მას ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვს და ეს მაინც არჩევნებია, რადგან გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა ხდებოდნენ ბიზნეს 4 საათის განმავლობაში, თუ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ჯერ არ აჩვენებს, რომ ამ ტიპის დათმობისთვის რაღაც ან ნიადაგი შემზადება დაწყებული, ან რაღაც ხდება მიმართულებით პირიქით თავის კალენდარს მიყვებიან. მიუხედავად ამისა, არის მაინც თქვენთვის ამ პროცესის ინდიკატორი რაიმე. ივანიშვილი რას აღიქვავს, ბუნებრივია, მე არ ვიცი. და არ მგონია აქტუალური იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ივანიშვილის არჩევანი არის ცხადი, ჩვენ ყველა მოვისმინეთ ივანიშვილის გამოსვლა, თუ არ ვცდები, ეს იყო 2023 წლის აპრილი, ხო? აპრილი 29 გამოსვლა. მისი ეს რაღაცა საპროგრამო სიტყვა იყო ცხადი, მან პრაქტიკულად შეცვალა მთლიანად ჩვენი ეროვნული კონსენსუსი, რაც იყო, რაზე იყო დამყარებული საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ეროვნული კონსენსუსი. ეს იყო, რომ საქართველო მუდმივად მიისწრაფოდა დასავლური ოჯახისკენ, მუდმივად ესწრაფოდა ევროპულ არჩევანს და მთავარ საფრთხედ ყოველთვის აღიქვავდა რუსეთს, რომელმაც აწლეულების განმავლობაში თუ არა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს როგორც მოქალაქეებს, ისევე სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი. ეს იყო რაღაცა ესეთი და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ძალებისა, ეს კონსენსუსი მაინც აერთიანებდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ივანიშვილის ერთ წახსუსად დავამთავრებდა ზუსტად ერთი წინადადები და ივანიშვილმა ეს პრაქტიკულად მთლიან შეატრიალა. ივანიშვილმა მოინდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაენახებინა, რომ არსებობს რაღაცა მითიური გლობალური პარტია, რომელიც ახლა ჩაანაცვლა რაღაცა deep state-მა, რომ რაღაც სინქრონიზაცია მოახდინონ ტრამპის ადმინისტრაციასთან, არის რაღაცა მითიური გლობალური პარტია, რომელიც ბუდობს სადღაც დასავლეთში და ეს არის საქართველოს მთავარი მტერი. და ის ამასთანავე პრაქტიკულად არასოდეს აღარ ახსენებს რუსეთს, რაც რაღაცნაირად გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მთლიანად, ივანიშვილმა მთლიანად მოინდომა ეროვნული კონსენსუსის შეცვლა. ასე რომ ივანიშვილი რას ფიქრობს და მას როგორი აღქმები აქვს, ჩემი აზრით, ამაზე სპეკულირება, ჩემი გადმოსახედიდან სპეკულირება არა, უბრალოდ ისიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, კი, უბრალოდ მისი გადაწყვეტილება ცხადია, ხო? პრაქტიკულად იმისთვის, რომ მთლიანად გაენულებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი, მან დანიშნა
წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად ადამიანი, რომელსაც მისი მთავარი პროპაგანდისტიც ვერ ამართლებს. ანუ ირაკლი რუხაძე, რომელმაც წარმატებით გაამართლა 29 აპრილის ივანიშვილის გამოსვლა, ირაკლი რუხაძე, რომელმაც გაამართლა ძალადობა რუსთაველზე, ირაკლი რუხაძე, რომელმაც გაამართლა ქართველი ახალგაზრდების წამება რუსთაველზე, ირაკლი რუხაძე, რომელმაც გაამართლა საქართველოს კურსის შეცვლა და იგივე ირაკლი რუხაძე, რომელიც ფლობს მთავარ პროპაგანდისტულ ხელსაწყოს, ანუ ინსტრუმენტს, ვერ ამართლებს ყაველაშვილს. აი წარმოიდგინეთ რა რთული არჩევანი ეს მისი გულწრფელი პოზიცია, როგორ გონიათ, თუ რაღაც ქვეტექსტები შეიძლება იყოს რუხაძის განცხადებებში. ამ ადამიანების გულწრფელობის მე არ მჯერა, იმიტომ რომ ჩემი აზრით რატომ გააკეთა რუხაძემ ეს განცხადება, როგორ გონიათ? ვინ იყო მისი აუდიტორი, იმიტომ რომ იმედი არის მათხოვარები არის. აი თქვენ უჩვენებია ეს კრიტიკა, რაც თქვენ თქვით 6 საათის შემდეგ თავის ეთერში მთავარ ის ელაპარაკებოდა. პათოლოგიური მათხოვარები არიან. ანუ ერთ დღეს გამოდიან და ამბობენ რაღაცას და ზუსტად ისეთივე გამომეტყველებით იგივე ცვლიან და რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებას იძახიან. ანუ მე მათ თავში რა ტრიალებს არ ვიცი ერთადერთი რომ ისინი ყველანი გძნობენ რომ მათი მმართველობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს. მათ განსხვავებით სხვა წარჩინებული საქართველოს მოღალატეებისგან ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, რომლებიც იყვნენ საქართველოს მოღალატეები, მაგრამ მათ რაღაცა იდეოლოგიური საფუძველი გააჩნდათ. ესენი არიან ხალხი, რომელსაც არანაირი იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი იდეოლოგია არის ხელისუფლებაში დარჩენა მუდმივად და ხელისუფლების წყალობით საკუთარი პირადი კეთილდღეობის რუხაძის თემა მინდა რომ ამოვწუროთ ბოდიშმობთ ვიდრე გადავალთ ინაუგურაციაზე. ანუ ამერიკის მოქალაქეა, ფლობს ქონება საზღვარგარეთ ბრიტანეთის პარლამენტში იმედის თემაზე, მის კომპანიაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გამოვიდნენ. გააჩინა ამან აღქმა რომ ხომ არ იყო ეს ფასადური კრიტიკა, თუნდაც სანქციების შიში, ან ხომ არ ესაუბრებოდა ის ივანიშვილს. ან ხომ არ იყო რაღაც თქვა კობახიძის წასვლისკენ მომზადებული წინაპირობა. დისკუსია იყო, ხმება გამოჟონა ამ თემაზეც, რომ კობახიძე მან ნამდვილად გააკრიტიკა. ამ ვერსიებიდან გამოჩნდა ის, რომ დაუშვათ რაღაცნაირად, ანუ აი ესე სტროფებს შორის იკითხებოდა თითქოს მთავარი პროპაგანდისტის გამოსვლა მოამზადა კობახიძის მსხვერპლშეწირვის რაღაცა აქტისთვის ემზადებიან, ეხლა რომ რაღაცნაირად ეს პროტესტი შეასუსტონ. კი, ეს სტროფებს შორის იკითხებოდა, თუმცა ბუნებრივია მე ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, არ ვიცი მათ თავში რა იხარშება. ასევე სტროფებს შორის იკითხებოდა ის, რომ ირაკლი რუხაძე, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ხო თუ არ ვცდები, რომელიც ფლობს გარკვეულ ქონებას დიდ ბრიტანეთში და რომლის მთავარი პროპაგანდისტული მანქანა იმართება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით, ბუნებრივია არის მოწყვლადი იმ სანქციების მიმართ და კი, მათ ამ სანქციების ეშინიათ. ტყუილია, როდესაც გამოდიან რაღაცა კომიკური ფიგურები და იძახიან, რომ აი რაღაცა მე რატო არ დამასანქცირეს და აი მე ვარ პირველი და ანუ იმდენად უსუსურები არიან, რომ აი რაღაცა სანქცირებენ, იმდენად არარაობები არიან ის, ვინც ამას იძახის, მაგრამ მათ სანქციების ეშინიათ. სანქციების ეშინია ბიძინა ივანიშვილსაც. იმიტომ რომ ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იცნობს დაახლოებით სანქციების ლოგიკას. სანქციები ხანდახან მუშაობს, ხანდახან არ მუშაობს, ხანდახან ცვლის ადამიანების მიდგომებს, ხანდახან არა. საერთაშორისო პოლიტიკა სავსეა ყველანაირი მაგალითით. თუმცა სანქციების ლოგიკა არის ერთი. სანქციები იზრდება აღმავალი დინამიკით. ანუ ყოველთვის ის მხარე, რომელიც აწესებს სანქციებს, მის სამიზნე ადამიანი იქნება თუ ქვეყანა, უტოვებს გარკვეულ მანევრირების საშუალებას, რომ მან რაღაცა ეტაპზე შეცვალოს გადაწყვეტილება. თუ ის ვერ ხედავს საპასუხო ზომას, მაშინ ეს სანქციები იზრდება. და იგივე იყო ჩვენ შემთხვევაშიც, ხო, ჩვენ დავინახეთ, რომ დაიწყო სავიზო სანქციებით, სავიზო სანქციები ნელ-ნელა გადავიდა სახაზინო სანქციებში, სახაზინო სანქციებში დაეწია მაგნიცკის სია, რომელიც პრაქტიკულად ადამიანის პოლიტიკურ კეთროვანად გამოცხადებას. ისე მაგნიცკის სიის შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც მთავრობის წევრი დასანქცირდა, ლევან დავითაშვილი იყო ერთადერთი მთავრობიდან, ვინც თქვა, რომ კი გვაზიანებს ეს სანქციები ოცნების მთავრობიდან. ეს რაღაც აღიარებაც იყო ერთი მათი მხრიდან თუ იცით, ანუ ისევ
დაუბრუნდები ანუ ამ გამოსული ამ ბიზნესმენების ანუ ბუნებრივია აზიანებს ანუ ისევ ამბობ ბუნებრივია ის ადამიანები ვინც ამას არ აღიარებენ უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურებიან იმიტომ რომ ისევ ამბობ აი იგივე მაგალითს დაუბრუნდები ხო ამბობდნენ რომ რაღაც არაფერი არ ხდება სანქციები არ გვაზიანებს ქუჩაში 800 ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია გამოსული და შეშინებული 4 საათი ბიზნესის ყველა სექტორს ელაპარაკებოდნენ რომ ამშვიდებდა ბიზნესს ხო ანუ უბრალოდ არაადეკვატური არ ჯდება ერთმანეთთან აზიანებს ეშინიათ ამ სანქციების იმიტომ რომ იციან რომ ეს სანქციები იმ შემთხვევაში თუ არ გამოიწვევს მათი საქციელის შესვლას აუცილებლად შეეხება მათ კეთილდღეობას და მათთვის თავარი კეთილდღეობა არის მათ არ გააჩნიათ არანაირი იდეოლოგიური საფუძველი კრიზისის ნიშნებზე ვსაუბრობთ, რას აჩვენებს ინაუგურაციის ფორმატი, ვიდრე მნიშვნელობაზე და შედეგებზე და გაგრძელებაზე ვისაუბრებთ. არ იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ადგილი არ არის თურმე საკმარისი თუ არ ჩაითვალა საჭიროდ, ასეთი მიზეზიც მოვისმინეთ. სავარაუდოდ არ იქნება ჯარის კომპონენტიც. იქნებიან ალბათ სამხედრო მაღალჩინოსნები, მაგრამ ღია სივრცეში ეს ინაუგურაცია არ არის, დახურული სივრცეა და აი რაღაც შეზღუდულია ყველა მხრიდან ფორმატი. ესეც არის კრიზისის მაჩვენებელი თუ შეიძლება თავი გაიმართოს მაგრამ კანონის მოთხოვნებში აჩვენებს რაღაცა ბუნკერში კურთხევას რაღაცა გამწირული კანდიდატის ჩემი აღქმა ეგეთი არის რომ ბუნკერში დღეს ბაბუაშვილი ამბობდა რომ ეს საპარლამენტო სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია დამახასიათებელია აი მოლდოვაშიც შენობაში იქნა ჩატარებული ხო ანუ შალვა ბაბუაშვილი ცვლის თავის ჩვენებებს რაღაცა პრაქტიკულად ყოველდღე ამიტომ მე მაპატიეთმა შალვა ბაბუაშვილის განცხადებებს სერიოზულად არ ვიღებ ისე როგორც სერიოზულად არ ვიღებ არც ერთი ოცნების წარმომადგენლის განცხადებას იმიტომ რომ ისინი მათ არ გააჩნიათ პოზიცია ისინი პოზიციონირებენ იმის მიხედვით თუ რა მესიჯ ბოქსი მიუვათ მათ ისინი არ არიან დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერები ისინი ვერავინ ვერ იღებს ლეგიტიმაციას მათი ამორჩევლისგან მათი ლეგიტიმაციის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი და სანამ ეს მახინჯი მოდელი დარჩება მანამდე შალვა ბაბუაშვილი იქნება ისეთივე კომიკური ფიგურა როგორც ირაკლი კობახიძე და როგორც აი მთელი ლეგიონი ამ რაღაცა ოცნების წარმომადგენლების შესაბამისად ჩემი აზრით მიუთითებს ერთ რაღაცას ისინი თვითონ ხვდებიან რომ პირველი ამ საპრეზიდენტო კანდიდატს არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია. მეორე ამ საპრეზიდენტო კანდიდატს არ გააჩნია არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. მესამე ამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს დიპლომატიური კორპუსი ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც თავისუფალ სამყაროს წარმოადგენენ. და მეოთხე ასევე და არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება, უბრალოდ ასევე მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად საქართველოს და ქართულ უწყებებში და ქართულ ჯარში არის გარკვეული უკმაყოფილება იხილონ მთავარსარდლად ის ადამიანი რომელიც თუ არ ვცდები როდის შექმნეს ის ქართული ძალა თუ რაღაცა კომიკური ხო ის აი რაღაცა ანტიდასავლური რიტორიკაზე როდესაც გადავიდნენ რომელიც 2 წლის განმავლობაში თუ უფრო მეტის რო არ შემეცვალო და ესეთი ღია კრემლისტურ მესიჯზე იჯდა ხო ანუ რომელიც პრაქტიკულად იყო რუსეთის იდეების ღიად გამხმოვანებელი ანუ ქართულმა ოცნებამ რომელიც ჩემი აზრით არის რუსული ძალა საქართველოში ჩათვალა რომ იმისთვის რომ რაღაცნაირად დასავლეთთან ურთიერთობები დაებალანსებინა მათ ჭირდებოდათ რომ შეექმნათ კიდევ უფრო რადიკალური რაღაცა პრორუსული ძალა აი რაღაცა მთლიანად მარგარიტა სიმონიანის ადეკვატურ მესიჯებზე მჯდომი და აი ეს ადამიანი რომელიც 2 წლის განმავლობაში ყველაზე რადიკალურ რუსულ მესიჯებს ახმოვანებდა ხა ეს ადამიანი უნდა გახდეს საქართველოს მთავარსარდალი ბუნებრივი არის ეს იწევს რყევებს ისევე როგორც ეს იწევს რყევებს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსშიც იმიტომ რომ ქართული დიპლომატები ხანდახან მოგწონს თუ არა ჩვენ მათი დუმილი ვეთანხმებით თუ არა მე აღარ ვსაუბრობ ელჩებზე რომლებიც დღეს დარჩენ თანამდებობაზე მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად ხო ბუნებრივია იქ იწევს ძალიან სერიოზულ დუღილს და აი ამის მაჩვენებელია რომ ქართულ ინსტიტუტ
ინსტიტუტებშიც არ არის ისე ადვილად საქმე, როგორც ამის წარმოდგენა ქართულ ოცნებას უნდა. თქვენ ახსენეთ კობახიძის შესაძლო გაწირვა, არის ასეთი სცენარი, სადაც შეიძლება ივანიშვილი ვინმეს გადაადგილებით გამოძვრეს კრიზისიდან, საკადრო გადაადგილებით. არ ვიცი კობახიძის თუ დავითაშვილით ჩანაცვლებით თუ სხვა ტიპის. მე არ მიყვარს ხოლმე ანალოგიები ხოლმე, იმიტომ რომ ანალოგიები ხანდახან ზუსტად არ მიუთითებს რა შეიძლება მოხდეს ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენ მაყურებელსაც ვუთხრათ, გახსოვთ ასადი როგორ გაიქცა სირიიდან. მისმა ყველაზე ახლო გარემოცვა მაგის შესახებ გაიგო საინფორმაციო წყაროებიდან. ასადმა ისე დატოვა. ზოგადად დიქტატორები მოულოდნელად ტოვებენ ხოლმე საკუთარ ქვეყნებს, მათი ძირითადი საზრუნავი დიქტატორების და ან და კომიკური ავტორიტარების ამ შემთხვევაში როგორიც არის ივანიშვილი, ან კომიკური დიქტატორის როგორიც არის ივანიშვილი, მათი მთავარი საზრუნავი არ არის მისი გარემოცვა. მისი და ამ ტიპის მმართველების მთავარი საზრუნავი არის რამც შეიძლება მეტი სიმდიდრე გადაარჩინოს და არ დაკარგოს აი ამ რყევების შესაბამისად. შესაბამისად, ივანიშვილი, როდესაც დადგება დრო, ივანიშვილს ჯერ კიდევ სანამ პოლიტიკური კრიზისის საბოლოო რაღაც ესეთ ესკალაციის ფაზაში არ შესულა, ჯერ კიდევ აქვს გამოსავალი. ეს გამოსავალი არის არჩევნები. თუ მან ეს გამოსავალი ხელიდან გაუშვა. იმ შემთხვევაში თუ ნელ-ნელა დაიწყო ქვეყნის ეკონომიკამ ჩამოშლა. და იმ შემთხვევაში თუ ამ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას მოყვა საქართველოს ხელისუფლების ჩამოშლას, მაშინ ისინი თვითონვე იკლავს ყველანაირ მინიმალურ შესაძლებლობასაც დარჩეს საქართველოში. ბოლოს უნდა მოვასწროთ კვლავ 29 დეკემბრის შემდეგი რეალობის შეფასება, რაღაც ორ პრეზიდენტიანობის სურათი იქნება 29 დეკემბრის შემდეგ. შენობა არ არის ლეგიტიმაციის შემქმნელი. იყო დღეს ასეთი მოსაზრებები, მაგრამ მაინც რა გამოწვევებს ქნის ეს პროცესი ზურაბიშვილისთვის მართოს, თქვათ აი ამ ვითარებაში სამართლებრივი ვაკუუმი იქმნება, ეს რაღაც პოლიტიკურ ვაკუუმსაც ნიშნავს თუ არა? ჩემი გადმოსახედიდან და აქ ძალიან სუბიექტური ვარ, ჩემი გადმოსახედიდან ჩვენ ვაგრძელებთ ერთ პრეზიდენტიანობას და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი დღესდღეობით არის სალომე ზურაბიშვილი და დარჩება სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ლეგიტიმური ხელისუფლების შექმნა, ანუ ორივე დაირღვა, როგორც ლეგიტიმურობის, ისევე ლეგალურობის ტესტი, რაც შეეხება პარლამენტს. შესაბამისად, პარლამენტი ლეგიტიმურობა არის პოლიტიკური ცნება, ლეგალურობა არის უფრო იურიდიული. ამ შემთხვევაში ორივე იყო დარღვეული საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის გამო, რომელსაც ეს ხელისუფლება არ დაელოდა და მაგრამ სალომე ზურაბიშვილსაც ხო ვადა ტექნიკურად უმთავრდება, ამიტომ გასაგებია რომ ყაველაშვილს ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს. ხო, უბრალოდ ფორმალური პროცედურების კი. ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ლეგალური თვალსაზრისით ჩვენ შევდივართ ესეთი რუხ არეალში. ბუნებრივია, უბრალოდ პოლიტიკურად ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე სახელმწიფო პირი დღეს იქნება სალომე ზურაბიშვილი. ეს იქნება საკმაოდ რთული გზა, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი პოლიტიკური პროცესი, სადაც შენ ძალიან ბევრი პოლიტიკური სახელმძღვანელო გაგაჩნია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღება. მე იმედი მაქვს დღემდე ის მისი გამბედაობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ შესავალ სიტყვაში ამბობდით, რომ მას მომიტინგეები ქუჩაში ხალხი აქტუანებით ხდება მარტო ერთი მიზეზის გამო. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მას არ ეთანხმებოდნენ წლების წინ, დღეს მას სტაჟს უკრავენ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა ანახა გამბედაობა და ანახა პრინციპულობა მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე უფრო დაჭერდა. ისე ვამბობ, ეს არ იქნება იოლი სიტუაცია, ეს არ იქნება იოლი სიტუაცია ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამიტომ რაღაცის გამჭრეტა ბუნებრივია იქნება რთული, უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან და იგივე თემას დაუბრუნდები და აქ დავასრულებ. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის არჩევნები. იმიტომ რომ დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია, რომელსაც და ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი. ანუ ჩვენ აი ამ ტიპის პოლიტიკურ კრიზისში აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ საქართველოს მოქალაქეს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება.